Დამეთანხმებით პირველი ავტომობილის შეძენა ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული მომენტია და ბუნებრივია, რომ მღელვარებას და სიხარულს ამ დროს თან ახლავს უამრავი კითხვა. მაგალითად, როგორ შევარჩიოთ ჩვენი პირველი ავტომობილი. პირველი ავტომობილის შეძენამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი, რომლებიც დაგვეხმარება სწორად შევარჩიოთ ავტომობილი, რათა ის მაქსიმალურად მოერგოს ჩვენს მოთხოვნებსა და ბიუჯეტს. სასურველია თავდაპირველად განსაზღვროთ საჭიროება, ანუ რა გვჭირდება ჩვენი ავტომობილისგან. მაგალითად, თუ ყოველდღიურად რთულ რელიეფზე გვიწევს გადაადგილება, ბუნებრივია განსხვავებული მახასიათებლების მქონე ავტომობილი გვჭირდება. ქალაქში გადაადგილებისთვის შედარებით ეკონომიური მოდელი, ხშირი მოგზაურობისთვის კომფორტული და ეკონომიური, ხოლო საოჯახოდ გვჭირდება ავტომობილი დიდი საბარგულით და დიდი სივრცით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასურველ მახასიათებლებზე შევჯერდებით, შეგვიძლია დავიწყოთ რამდენიმე განსხვავებული მოდელის მოძიება. დღევანდელ რეალობაში მეორადი ავტომობილის შეძენა აპრობირებული მეთოდია, რადგან გაცილებით იაფიჩდება ასეთი მანქანის შეძენა. მით უმეტეს, როცა ავტომობილის მართვის გამოცდილება არ გვაქვს, ძირითადად პირველ ავტომობილს ვიყენებთ ხოლმე სასწაულად. შესაბამისად, კარგ მდგომარეობაში მყოფი მეორადი ავტომობილი იდეალური ვარიანტია. პირველივე ავტომობილი ხშირად სასწავლო მანქანად ითვლება. ახალბედა მძღოლები უფრო ხშირად ურშვებთ შეცდომებს, მაგალითად პარკინგისას ან მანევრირებისას. იაფფასიანი ავტომობილი კი გვაძლევს შეცდომების დაშვების შესაძლებლობას ზედმეტი სტრესის გარეშე. გარდა ამისა, იაფფასიანი ავტომობილის დაზღვევა როგორც წესი უფრო იაფიჩდება, მით უმეტეს ვიცით, რომ დამწყები მძღოლების დაზღვევა შედარებით ძვირია. ასევე, ქალაქის პირობებში გადასაადგილებლად ახალბედა მძღოლებისთვის უმჯობესია პატარა და მარტივად სამართავი ავტომობილები, რადგან კომპაქტური ავტომობილით დისტანციის განსაზღვრა და დაპარკინგება გაცილებით მარტივია. მას შემდეგ, რაც სასურველ ავტომობილს შევარჩევთ, მის ისტორიას გადავამოწმებთ და დეტალურად შევისწავლით მის დაზიანებებს, უკვე ვიწყებთ იმის შემოწმებას, რამდენად კარგ მდგომარეობაშია დაკიდების სისტემა, გადაცემათა კოლოფი, ძრავი, რამდენს წავს ქალაქსა თუ ქალაქგარეთ, რამდენად ძვირიჯდება მისი შეკეთება თუ ნაწილები. აი ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ ამ ავტომობილის შეძენაზე. მას შემდეგ, რაც ავტომობილს შევიძენთ და მის მართვას შევუდგებით, ბუნებრივია შეცდომებსაც დავუშვებთ. თუ დავაზიანებთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა მაგალითად ფარები, საქარე მინა, ანუ ყველაფერი ის, რაც გავლენას ახდენს უსაფრთხოებასა და ხილვადობაზე, ამ შემთხვევაში ავტომობილს აუცილებლად უნდა მივხედოთ. სასურველია ყურადღება მივაქციოთ ავტომობილს მაშინაც, თუ მის შეღებილ ფენას დავაზიანებთ ისე, რომ მეტალი გამოჩნდება, ვინაიდან ამ შემთხვევაში შეიძლება კოროზია წარმოიქმნას. ხოლო მაშინ, თუ ავტომობილს აქვს ესთეტიკური დაზიანებები, მცირე ნაკაწრები, ბზარები, ანუ ის, რაც ავტომობილის მუშაობას ხელს არ შეუშლის, პირველ ავტომობილზე ჩვეულებრივი მოვლენაა, ასე რომ შეგვიძლია დროებით დავაიგნოროთ. შესაბამისად, სწორედ იმიტომ, რომ პირველი ავტომობილი ხშირად სწავლისთვის არის განკუთვნილი, უმჯობესია აქცენტი გავაკეთოთ მის პრაქტიკულობაზე და არა ვიზუალზე. მას შემდეგ კი, რაც ავტომობილის მართვას კარგად ვისწავლით, შეგვიძლია თავს მივცეთ იმის უფლება, რომ ლამაზ და ძვირფას ავტომობილზე გადავჯდეთ. აბსოლუტურად ვეთანხმები ამ სიუჟეტის მთავარ არსს, რომ პირველი ავტომობილი უნდა იყოს კომპაქტური, უნდა იყოს ისეთი, რომ მე ესე ამიხსენს, რომ დაეჯახები გული რო არ დაგწდეს.